Evine kalıyor, insanları yapmışlar orada. გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ ცინდა, მე ავაწყარ ციფრული ხმის დამამუშავებელი რაღაც დივაისი. რომელსაც დავარქვი თუნი და დავხატა ლოგო, იმიტომ რომ წინ არის დამუშავებელი. და ეს 5 მინუტი არის. აი, ოკეი. როგორ დაიბადა იდეა? ეს არის ჩემი პირველი თავიდან მომზადება რო ქონდა, მაგრამ დროინდელი ნოუთებიდან სკრინი, სადაც რაღაცები მქონდა ჩამოწერილი, სპექტაკლი მინდოდა. და სულ თავიდან მინდოდა, რომ პროექტის იდეა დაიბადა, რომ ამეწყო ხელთათმანები, რომელიც ჰენლინგის გატარებდა. რომ მაგალითად მითხავს რთულია, ეს არ დავიჯერე მე, მეთქი თვითონ საილენჯის ნაწილი არ რთული, მე ვფიქრე, რომ ხელთათმანები რომელსაც ჰაერში დავუკრავდი, იმიტომ რომ მაინც მუსიკა მიყვარს და მეთქი მოდი მუსიკის რაღაცა იყოს. მაგრამ მე მივხვდი, რომ მანდ ძალიან ოცნებებში ვიჭრებოდი. მე ვფიქრე, რომ ავაწყობდი სინთეზატორს ანალოგურს, მაგრამ ანალოგური სინთეზატორი პრობლემა ის არის, რომ ფული ანალოგურიც არის, აწყობ, ოკეი, შეიძლება როგორც ქუხნური დააგენერიროს, მაგრამ მაგის იგი ვეღარს ვეღარისა. არის ტიპია დაუკრავს და всё, ანუ ვეღარ ანახე, მაგარია, ძალიან დასაფასებელი არის, ძალიან მინდა რომ ავაწყო ეს ოდესღაც რთულიც არის, ბევრად რთული არის, მაგის პერსპექტივა ვიდრე ეს, მაგრამ ანუ ქულ რაღაცებს ვერ გაკეთებ, რის ხალხს ვაყრევ, რომ ვერ იყიგო ნეშენი პროექტი, ჩემი აზრით. ამიტომ ეგ იდეას დავუბრალე. მე ვფიქრე, მოდი ბლოკოდერს გავაკეთებ, თქო რომ ანუ ოკეი, ეს დავუკრავს და იქნებ როგორღაც მოძღოცის ნაწილიც გავუკეთო, თქო. და მე ეს იდეა რომ გავაჟღერე ვოლდმის როგორ რომ რაღაც მიამაგრო კლავიშები აწე ყველაფერი ისგოდეს და ყველაფერი დაამუშავოს და მე ვთქვი ოკეი. ეგრე შეიქმნა ჩემი რაღაც დივაისი. ეს არის მოკლე ინფორმაცია იმ მიკროკონტროლის შესახებ, რაც ვიყენებ აქ დეიზისი და ეს უკვე ძალიან შემთხვევით. ეს TM-ზე რომელზე მუშაობს და აქამდე ვაპირებდი რომ გავამაყენებინა Teams-ი. და ზუსტად მომზადე ნაწილები რომ უნდა გამოვიზარდე მაგის დედლაინის წინა დღე იყო და მე ხალხ პლატფორმაზე დასარჩილი მაქვს რომ აი რაღაცა embedded audio system რაღაცეები რა და უცებ ამიტომ rilsებზე რომ ვიღაც ტიპმა აწყო ამიცი გიტარის პედალი და ახაც დავფიქრდი მომენტი შოვან პროდუქტი დაიდო ვიცი რომ ვიღაცას გავუკეთებდი ერთხელ ამით რაღაცაზე და უეჭველი რაღაცა გამოვა უეჭველი მუშაობს და გადავედი და ეგრევე დავაკოპიერე ჩავაგდო და ძალიან კარგი ის არის, რომ ძალიან ბევრი პლატფორმასთან არის ინტეგრირებადი რა, ნუ Arduino IDE, ოკეი, მაგრამ კიდე მე ეგრე არ გავამეყენებია, მაგრამ რაღაცა აუდიო აპლიკაციები მივაიჭრეთ როგორ ყოლა, იყო რა ძალიან დიდი ჩაუნაცვლელი იყო, რასაც რანავდა. და ეგ ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ მე შეიძლება ეს გავუკეთე, მაგრამ ვიღაცამ შეიძლება მე ამას დავუმეტოს სხვა რაღაც აპლიკაციებთან ინტეგრირება და ეგ ძალიან კაი იქნება. ხო, ეს იყო ვიზუალის პირველი პროტოტიპი, რაც შევქმნი. ეს იყო ნახატი თავიდან და ჩემი იდეა იყო რომ PCB-ს გამეკეთებინათ რაღაც თხელი, stainless steel გამჭვირვალე რაღაც ძალიან შევა Steve Jobs-ი არის რაღაც ფაქტი ეგ არ გამოვიდა. მე ეს არის კარდონისგან გამოჭრილი ყუთი, რომელიც მინდა რომ მომერგოწრედისთვის და ბოლოს მინდა აქამდე. ოღონდ შეერთებული მაგალითად ბოლოს ფოტოს განახეთ. თუნი ქვია და ეს სარკეებით გავუკეთე წარწერა, აქ პოტენციომეტრი აქვს სამცალი. რომ რაღაცები დაურეგულო, ხმა და რაღაც მოდულაციის სიხშირეები რაღაცები. ეს ენკოდერი არის ფატართო რეჟიმები, ეს OLED-ია. ეს არის ძველი სტილოფონის PCB, რომელიც იყო სახლში. არ ვაპირებდი რომ ეს ქონოდა საერთოდ. და ბოლო მომენტში მეთქი რატომაც არა და უბრალოდ პლუსზე მინუსზე მაქვს თავი ბოლო, იმდროებით არის რეზისტორები და ეს შუა ტიპი კითხულობს ერთ-ერთ ანალოგ პინზე მნიშვნელობებს და მაგის მიხედვით გამოსცემს ნოტებს. ოღონდ რატომაც დღეს არასწორად უყურავს, იმიტომ რომ გამახსენდა რა ეს პრობლემა. ერთ ეგრეთ წინაღობის რეზისტორები მქონდა და ბოლოს გამოყოფს წერდი და პანი დავწვი ერთი რეზისტორი დავწვი და შევწვე და აღარ მქონდა 4.6 კილომიანი მქონდა მე მგონი აღარ მქონდა 5 რაღაციანი ჩავშვა და თარგმნით აღარ ყოფილა მე რა პინს ვზომავდი და თითო პინზე რა ველოშეს წერდა ეს ანუ მაგითი მე გავაკეთე, მაგრამ ხო ხმაურობს ხანდახან და ამიტომ ასენა იყო. ახლა კითხვა შეიძლება გაგიჩნდეთ, თუ ხმაურობსო, რა ფილტრატორი დავუყენე. ოღონდ მაგან გაუარესა, იმიტომ რომ როდესაც მედო ეს სტილუსი ნოტოზე დავიღებდი, მილევა გესმოდა და ეგ უაზროა, მაგას ისე ჯობა და ეხმაურა, ისე როგორც არასდროს დაპროჯობი მაგას შემიძლია. კაი, ახლა რა საკეთებს თუნი? თუნი აქვს რამდენიმე ჩაშენებული ეფექტი და აღწერილი ჩამონათვალი. ეს არის მოპობა, რაც გავუკეთე ჩემით. ძალიან მოკლედ ვიტყვი რა თითოეული რა საკეთებს. თავი წელს არ მოგავიწყეთ რომ ამას მაგები შევარ.
მოდულაციის ეფექტები არის ესენი. რობოტი, ვოკოდერი და ოროფენ იყენებს სინუსთან მოდულაციას და ეს რობოტი არის პროსტა შენი ხმა შედის რაღაც სიხშირეებს რეგულირებს პოტენციომეტრით და მაგ სიხშირეს მოდულაციას იკეთებს, პროსტა ხმას იცვლის. ეგ სიმღერაში ნაკლებად, იმიტომ რომ ამახინჯებს მელოდიას, ეგ უფრო ლაპარაკში ფულად იყოს. ეს ოროფენ არის ყურიდან ყურში გადადის და ეგ ცოტა სუდაც ჩასამ პატარა დინამიკში, იმიტომ რომ გაშუქებული მონო არის არ ვიცი და ნაშრომებში კარგად ისმის. ჩოპერი და ჩოპერი არის ვოცქვევებთან მოდულაცია და ანუ უწევს დაბლა და მაღლა ამას და ვინდიკატორთან როცა ხარხმარო არის ეგეთი ეფექტი ედება. და ეს ოროთუნ ნაწილი ასევე სინუსთან მოდულაცია არის. ოღონდ არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ვეცადე რომ ეგეთ რაღაც გამიკეთებინა, რომ ანუ შენ ვერი მიკროფონში ეს შენი ნამღერიდან იგებს ყველაზე დომინანტურ სიხშირეს და ანუ მაგ სიხშირის სინუსოიდას აგენერებს და მაგასთან აკეთებს მოდულაციას. ხო და მაგაზე ვიწვევი ძალიან ბევრი. იმიტომ რომ თავიდან ვიფიქრე, რომ ანუ ზოგადად როცა ვიხმარებ ხდება დამუშავება ხო არ ვარ կարող FFT-ში გადახვიდე, იმიტომ რომ უდრომი აქვს პროფესორი დააბროს ერთ სამსხვილო ვაკეთებ FFT-სან. და ჩააბროს ესე მოკიდა. მეთქი ლეიცენზის გამოიწვევს ხო და რა არ ვიცი რა ვიფიქრე, რომ უფრო ადეკვატური გადაწყვეტა იქნებოდა ეს, მაგრამ გადავწყვეტე, რომ გამიკეთებინა რამდენიმე ის რა ქვია რეზონატორი ბენდბესები იდეაში. და თითოეულში გამეტარებინა და კლასიკურ გაწერილი ფუტში გატარების რა ის არის. secondary system-ით გყავს დროში ვიაკეთებს ამ ყველაფერს. დამეცალა ენერგია. გავაკეთე მაქსიმალური როგორც ეკონო მე მაქსაჩერი სინუსიდან დავიგენერებინა, მაგრამ ეგ რო გავაკეთე ეს ფუტკო რო ჩავბერ მიკროფონს ეს 15 წუთში ამოძახა და ამიტომ მაგას ასე არ ქონდა. ფიგასის დაწერილი ერთმეტი გამოვიტანა. ფიგასის რა თვითონ დეიდუმის აკეთებდი ყოველს თავიდან რა მეწერამე და მე უკვე ამუშავდა. მაგრამ მაგასაც განაცხადებს რომ პატარა პრობლემა კლიკები აქვს. იმიტომ რომ ბაგრობს ეს ერთბოქს რომ ამუშავებ, მე როცა ხტება და სადი გასმოდება, მაგრამ არ გასმოდება მithot, მაგრამ აი არა. ეს არის ეკოდარივები, რომელიც ასევე მეგონა რომ მაგას რა უნდა გასო კონვოლუცია არის და ძალიან მარტივია და გავაკეთებ, მაგრამ ხო, რო გავაკეთე, ანალოგიურად 15 წუთში ამომძახა და ამიტომ გავიგე თურმე real time-ში როცა ამუშავებენ, ეს მარტო დახტოვა ყველაფერი და უნდა გამოვიყენო ბაფერები და ასე შემდეგ. და reverb არის ერთ-ერთი ალგორითმი არის, ანუ ეს უბრალოდ კომპიუტერში შეტარებენ ოპასებში, რომ ფაზა შეუცვალოს რა, ანუ ოპასი არის ისეთი, რომ ფაზა არ აქვს, გუდიდები ფაზა არ აქვს და თითოეულს შეიძლება სხვადასხვანაირად იყონებს და ეგეც რაღაც ძალიან ეფექტს მასაც განხორციელებს. ხო, ეს არის beat crush და beat crush არის ძველი აი თამაშებში და რაღაცებში, აი ბარბის ტელეფონები რო იყო აი მაგის მას აკეთებს რა ზუსტად მე განაცხადებ. ანუ რა საკეთებს რა თამაშს უკეთებს სიგნალს და ბიტებს ანცილებ რა. იმიტომ პაკეტს ეხო შეიძლება სიგნალს კომპიუტერში შეინახო და მაგის დონეს უკლებ და გამოდის რა საყოველო ეფექტი. აი, შემდეგი რა. ხო, შემდეგი phaser არის ამ სტილობის ფუნქცია, რომელიც სტილური კარგად რო უკრავდა, კარგად მუშაობდა. ეხლა ცოტა არ მომწონს როგორც მუშაობს. Strategy არის ასევე opus ფილტრებს შეატარებს, რომ ფაზა შეუცვალოს და თავის თავში აფიდბექებს და არსებული ბუში ეფექტი ედება. აი ეს თავი ფილტრები ამოვწურეთ. ეს არის ახლა თავი ნაწილი ასე უნდა მოვაპარაკო. ჩემ თავიდან ჩემი იდეა იყო ეგეთი, რომ გამიკეთებინა მობილური აპლიკაცია, რომელსაც ელაპარაკებოდი, ეს დაგიგენერირებდა ფილტრებს და მე ბლუთუზით გავუსვამდა device და ეს device მე ამ ფილტრს დაადებდა. მაგრამ ანუ მობილური აპლიკაცია რომ გამიკეთებინა ცოტა ის რა სნობი თუ რაღაცა iOS-ს ვერ დაწერდი, Android-ი არ მაქვს, Android აპლიკაციას არ დაწერდი, შესაძლოა გავაკეთე desktop აპლიკაცია, მაგრამ უფრო მარტივი იყო გასაკეთებლად და ყველაფერში გასარკვევადაც, იმიტომ რომ რამდენადაც მიყვარს სიგნალი ვინმე პროგრამირება მის იზრდება და შესაძლოა ვისაც რამის მოვიფიქრებია, რასაც მარტივად გავაკეთებდით მე და AI ერთად. ხო და მოკლედ ამის განახოთ რომ მუშაობს ეს არის აპლიკაცია, სადაც ანუ აქ აღვწერ ფილტრს, იმიტომ რომ იქნებ ისეთ ადამიანს უნდა რომ გამოვიყენოს ეს პროექტი, რომ ანუ არც სიგნალები იცის, არც დიდ მუსიკაში ჩახერგებული, უბრალოდ უნდა გაერთოს, რავი, უბრალოდ უნდა რომ გაერთოს. და აღვწერს ფილტრს, რა უნდა რომ გააკეთოს, უცუდად ჩანს. და ეს აგიგენერირებს. ეხლა აქ მითხრა რომ აქ შევწერე old video-ი და მითხრა რომ beat crush-ი გავუკეთებ და კიდე ეს მეთქესი დაადეო. და მაგერ მაგოტოვი ყველაფერს მოგეთ კიდევს რა, რაც შეიძლება რომ ფილტრს აღწერდეს. და ჩემი აზრით
ეს და მე მარტოში გადავიტანე ეკოცენტრი და ემთხოვდა ასე თუ ისე თვალი თეთრი ისე ემთხოვდა და ცადოს მე თუ გაჟღერდა ასე აი ეს რა სამბაი როა უწერ რაღაცას მართლა კი ხო API დავაკავშირე რომ ხო ისიც აქვს რომ თქვა ინტერნეტის აი რამდენად სწორად შვება იქ მაინტერესებს ხასაზე ტელეფონი მეთქი და ქნა რაღაცა მოუხშო მოუგუდა ასე თუ ისე შვება რა და ისიც აქვს რომ თქვა თუ ბედა ანუ როგორ არის ის არის ჩაშენებული არ აქვს API კი რა იმიტომ რომ მაგას ხოვა დაგასდის იმიტომ რომ უცხო ვერსია მაქვს და თვითონ აპლიკაციას რო გახსნი მე უნდა ჩაუწერო ეს API კი და თუ ვერ ჩაუწერე ან ინტერნეტი არ გაქვს ანუ ჩამოწერილიც მაქვს რაღაცა keyword-ები და რაღაცა ფილტრები რამდენიმე რასაც ისედაც გააკეთებ თუ არ ქნა გეტყვით რომ ვერ შვებია კაი მე მომთავრებელს ვილაპარაკე ეხლა ხო პრობლემა აქვს ის რომ კი ზუის და იმედი მაქვს ეხლა ისმის რამე ხო ცოტა პატარა დინამიკი მაქვს ხო ძალიან არ მოწონს ჩემს ხო მეკითხები მივიტანა რომ ძალიან არ მოწონს ჩემს წრეს როცა ისეთ რაღაცა ძალიან არ მოწონს ჩემს წრეს როცა ისეთ რაღაცაში ვაერთებ რაც სტეპსელშია შეერთებული იმიტომ რომ არც გრაუნდები ერევა ალბათ და მე სასტიკი ზური შემო ან ეს ინოდიბლ ზური რა 50 ჰერციანი ბზული შემოდის სავარაუდოდ. ხო. ეგ აღარ მიგონია. ერთი შემოგვიყვება. ალბათ მეგობრები მიგონებთ. კაი. ხო, აქ იდეაში OLED-ი აქვს და ეგ ანერთან ხოს რანერად ეწერება. რა ეწერება? მართლაც კაი დავიწყოთ. კაი. მიგავიდება. მიშველეთ. კაი, წამოდი აპლიკაციას. ხო, ეს არის ეს აპლიკაცია. იმიტომ რომ მე წრეთან access-ი მქონდეს, იმიტომ რომ redboard-ი მიდევში იმისა. კაი, თემთან მიშინია. კაი, საერთოდ დავიწყოთ. მაგალითად დავიწყოთ bit crush-ით, რომელიც ვთქვიო. But actually ტელეფონები ყიდებოდა ბარბის. ეს არის Oropen, რომელიც ყურიდან ყურში უნდა გადაქონდეს. მაგრამ ამაზე არის ის ეგრე არ არის ოდეკო, იმიტომ რომ გორე არ აქვს ფერზორი ჩანელი ბატარი დინამიკს და გაინტერესებს ყურში ჩანელი არ ახერხებს, მაგრამ რომ არ ხომუშავ სამოგებრო ანუ ვადრებია ფესორტირალებს? ხო, გადააქვს ყურიდან ყურში. და აქედან ურეგულირებ რამდენად სწრაფად გადაიტანოს. ეს მართლა მუშაობს ხო, მე რომ მეგონა. აი. ეს თვითონ გავხედეთ. ხო, ეს არის Orion, რო ვთქვი, რომ ცოტა ისინი აქ მეთქი. კლიკები აქ თქო მოწყვეტ ამწევრო ზანაში ვწყვეტ. რა თქმა უნდა მასუწა. ხო და ანუ ასე შეიძლება ისმის. ხო. ეს არის ბროკოდერი, უბრალოდ ტელეფონი, რომელიც იდეაში უნდა უკრავდეს სწორნოტებს, მაგრამ როგორც ვთქვი, ბატარეის ხარვეზი გვაქვს და ამას ხა და ეს უნდა გეთქვა მოგვაშობა. ანუ მას ვაჭრობ, ხო, დაიწყო. ანუ არა სწორნოტებს უკრავს რა, გაფუჭდა და ამას რო ვაჭარ, რასაჩვევა არის, რომ ბროკოდერის როლს უნდა თამაშობდეს და აქ რო ადებ რაღაც ნოტს, მე რეგიკეთებს მაქსიმუმად მოდულაციას, რასაც დაადებ. ოღონდ სწორნოტს რო უკრავდეს მე ადეკვატური იქნებოდა და მაგას გავასწორებ მე გამოცვლი. ხო, კაი, ეს არის რობოტი და ევრე მინდა. აქედან რეგულირებ პოტენციალიდან. ანუ რამე. აი. ეს
რომელსაც ეხლა რა აზრი აქვს, არ ვიცი, დიდად აღშევართ ისედაც, მაგრამ ისა აქტივდებთ და მიხვდებით, რომ მართლა მოდის აქედან რაღაც ვიბერს ხომ. კი, ღმერთივით ჩაგვესმის. არა, მე მუსიკასაც შევწევ თუ გინდას, რომ ანუ ხო, ეგ ფაქტი დამოვიწყდა რომ მეთქვა, რომ ეს არის ანუ ყველაფერი ვერცდება რა, რასაც line-level სიგნალი აქვს ეთლისთან, ტელეფონი გინდა, iPad-ი გინდა, რაღაცა პიანინო გინდა, ყოფილი შევერთო. ისმოდა, გუშინ ისმოდა და არ ვიცი. ეს არის Wall-Deco და აქედან არეგულირებ რამდენად ხშირად გაიმეოროს. ისმის? კი. ემოდი ესე იგოს ხო? აქედან მოკლედ უწევი მაგას. ეს არის ჩოპერი, რა ვთქვი ვენტილატორი თქო. ეგ. უკაცრავად გაჭედა. ხო. ეს არის phaser, რომელიც ასევე სწორად უნდა მუშაობდეს, როცა ანუ შეიძლება უნდა ადედეს, მაგრამ დღეს მოიდა მომაიტანა. დღეს გადაწყვიტა რომ არ უნდა იმუშაოს. ეს არის chains. აქ შეგვიძლია რომ დავაჩეინოთ რამდენიმე ეფექტი, რასაც უფრო cool არის, როცა ამით რაღაცას დავაგენერირებთ, მაგრამ მაგალითად მაგალითად რობოტი და ვიბერი შეგვიძლია დავაჩეინოთ და ორი ეფექტი ერთად ექნება. ხო, დაჩეინება აქ ცოტა უფრო ამურად ეს ხო ფილტრი არ არის და ეგრევე რაღაც ფილტრების გამრავლება და არ გვესმის იმენად ანუ უბრალოდ მე წამოვიტანა რომ ეგ შევდარე რაღაც ეს ეფექტია და ეგეც რომ დავინახო რომ შემეძლო რომ ბევრი რაღაც ერთდროულად მექნა. კაი, ეს არის chorus, რომელიც ისევ ჩენელების პრობლემა არის აქ. ანუ ერთ channel-ში უფრო დადილეებულ და მოდულირებულ სიგნალს გიგენერირებს რა და ამით ცვლი რამდენად დაგიდილეიოს, რამდენი საფრთხე და ამით ცვლი რა სიხშირეზე გაკეთოს მოდულაცია. ყურს მანებში მე გამოგასწრებთ თუნდაც სტრუქტურებს და ანუ აი ცოტა ეგეთ ეგ ოთახში სამშაბათს შედეთ სხვა რაღაცნაირი ხმა აქვს რა, მაგრამ პატარა დინამიკში არის ეს საჭიროა. როგორც უკვე გითხარით. კაი. კაი, თავი ფუტები გავიარეთ, მე მგონი ყველა. საჭენდობაში. კაი, ეს არის ხა custom ფილტრი, რომელიც იდეაში დავადო, მოდი ვცადოთ ის ეფექტი, რომელიც ამან დააგენერირა. ეს მეფესი ხო, ანუ აქედან ხო ბულტზე თუ არ აქვს ამის და ამიტომ ეხლა მიწევს, რომ სერიალ მონიტორში ჩავუწერო და ჩავუწერო მაინც და მაინც ესე, ანუ ერთი სექცია, მე space-ი, მე წერტილზე მაგრამ აქ გაკეთებული. ხან შეიძლება ხოლმე და ხან არადებს მე. ეხლა ვიდეომას რა იზავ? რამდენი რიგის არის მაგას? შეიძლება რომ 1000 რიგის ფილტრი, მე 1000 რიგის ფილტრი დააგენერიროს. ოკეი, არ უქმნია აქამდე არ ვიცი. 20 აგენერირებს თუ 800 თუცა. არც აქამდე არ უქმნია. ანუ ადეკვატური ამე დაიშოს. უკეთებად რაღაც გაჭედა. მოდი გამოვერთებ შევერთე. სერიალ მონიტორი ვლებს ხოლმე. მართლა შევარ ხოლმე არ გეტყობთ ხო პრობლემა ცოტა ამოგვია. კენდებს კითხავდა. ენიკ არის მოწმეწა რაღაც ისე უბრალოდ და მე რა გაიშო. შესაძლებელია შემდეგ არა შეიძლება ეს კი მაგრამ შესაძლებელი იქნება ზოგადად ხო შესაძლებელი იქნება რაღაც ხრი ან მინდა და მოიწე ყველაფერი პასუხი არ მინდა არ ვიცი რა მოიგო კი, შეიძლება. ერთ წამბოდი შეხა მოგდებს ან მართლა შეიძლება ხოლმე ანუ არ გგონებ ნიკა მოწმე რომ წეღანაც ესე გაჭედა ან მოიწე წეღან ტელეფონში შეავდია ვაქნევინებთ არა და იმ ორზე წადა რა თუ გავუშვათ. არა გაშოთ კი გავშვენ მე ფილტერ დავადებს მე არადეკვატური ფილტრი იქნება მაგრამ ერთი წუთი ებოდი რომ სხვა შოუს მაგალითად muffled ვოუს მიხვდება ესეც ყოველთვის 4 სექცია არ არის. მე მის მეშვენდა ყოველთვის ძალიან იმიტომ რომ ეს იცის ხოლმე. სამი იყო, სამი სექცია მიწა.
ეგ ცუდია თუ? არა, მითებან. ერთად ბოდიში რა ხო მართლა შეიძლება ხოლმე არ ვიყონე հետո დაიმართა ხესი არ ვიცი ის ფარუკნეს არ უნდა მეგონი ძალიან პატარა გეინებს უკეთებს ეხლა და არ ვიცი რატო შვება ამას იმიტომ რომ ზოგადად არ შვებოდა ანუ გუშინ შევცვალე AI-ის მოდელი და შეიძლება მაგან აუვინო. რომ ახალი API დავაყენე და სულსულა გავიდა და. საერთო? Yes, ძლიერს. მოგიყვანს და ძალიან თქოს, აქედან ჩავთავ რამეს მუსიკაზე ცოტა უფრო ადეკვატურად გამოჩნდეს იქნება. ეხლა მუსიკა რო არის. ეხლა ვიცი. რომ AI-ის ავყენე. Gemini-ის API დავაყენე მე პირადად დამაყენებინეს ეკენიო და რეს მოარ ჩავთო რეკომენდაციები ჯამი რო ხოი აი არა მე წესი ყოჩაკები დავთ და ადორა ამოიცა ეხლა მას დავაჩენებ რივერთან სადაც ჩეხა გაკეთებს იხმაზე ვერ გადართავ ბარბის ხმაროა? რაზე? მაგაზე გეკითხო. ის ახლა წინ არის თუ ახლა გამოიწევა? ხო რა. უბრალოდ low pass გაწყვეტი. ხო, კედელი low pass. ხო და ეს ჯერ არ უქმია. Reverb-ი დაადეო, მითხრა ფარში რა ხმოსანი და low pass-იო. ან მაგათაც გეუბნება. ეხლა რაც სქემი და შეიგ. ხო, просто მე ვიცოდი რომ ეგ იყო თორე იქნება და თამაში არ იცის. აჰა, reverb-ი ქენიო, low pass დაადეო. ახლა ორი ფილტრი მორჩა ბენდ-პესენ შეგელიო. მაგრამ სამი ეფექტის დაჩენება ჯერ არ მაქვს. ანუ ეს რასაც შვება არის რომ რამში ინახავს რა ამ კოეფიციენტებს რა და ისე ვერ ანუ რო გადავაბა ეს სექციები ცადე და არ ვიქნა. ხო და არც მაგის მოდიფიკაციას. ხო, აქ არის ყველაფერი ორი ფილტრიდან. თქვენ გადავ